ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. დავდივარ და გულით დამაქვს ის საქართველო, როგორი საქართველოც მინდა იყოს. რისთვისაც ვიბრძვით, თავისუფალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი და ევროპული. მე ვარ გვანცა ჩხეიძე, კულტუროლოგი და მევიოლინე. ჩემი მშობლები ორივე რეპრესირებული ოჯახებიდან იყვნენ და ბავშვობიდან მესმოდა ამ რეჟიმის სისასტიკე. ომი, გადასახლება, დახვრეტა. მახსოვს ბაბუაჩემის ნატყვიარი ფეხი. ყოველთვის როცა მოვკრავდი თვალს, სულ კადრებივით გადამივლიდა ხოლმე ბავშვის წარმოდგენით. ბაბუა ჯარისკაცის ფორმაში და ჩემი გმირი ბაბუა. ჩამოვიდა, მოკლედ იყო ჩავარდნილი, დაბრუნდა საქართველოში და მონათლეს ხალხის მტრად და გადაასახლეს ოჯახთან ერთად გადაასახლეს ყაზახისტანში და აქედან იწყება უკვე მამაჩემის რეპრესირებული პერიოდი. ბებია ყვება ამ ყაზახისტანის ამბებს ძალიან რთულად, როგორ ცხოვრობდნენ ვაგონებში. მეორე ბაბუა, რომელიც იყო დედის ერთა, მამა დაუხრიტეს, დედა გადაუსახლეს, სახლი გაუყიდეს და დატოვეს 14 წლის ბიჭი ასე ღია ცის ქვეშ. 90-იან წლებში 9 აპრილს მახსოვს ის საშინელი დილა, როდესაც მამაჩემი დაბრუნდა სახლში რუსთაველიდან ნაცემი ძლივს გადარჩენილი და სახლში იგებს რომ ჩემი ძმა იქ არის ბრძოლის ველზე რუსთაველზე და მახსოვს ჩემი მშობლები ქალაქის მასშტაბით როგორ ეძებდნენ ლამაზ ქერათმიან ბიჭს საავადმყოფოებში და მორგებში. ბოლოს გამოჩნდა და ძალიან დიდი სიხარული იყო, მაგრამ აი რომ ახსენდება ისეთი ფერი და გემო ქონდა ამ დღეს, რომ აი ეხლა დეკემბრის ამბებზე აი სულ აი ის აი როგორ თქვა ის გემო მიტრიალებდა მთლიანად ჰაერში. აი ვფიქრობდი რომ ეს ის არის. იგივე მტერი. აი იმდენად ბუნებრივია ჩემი რუსთაველზე დგომა, რომ მე არ მქონდა რომ აი ავირჩიე ბრძოლა. არა, ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი მდგომარეობა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ცხოვრობდით რუსეთის მეზობლად, რომელიც იყო საქართველოს მტერი, რომლისთვისაც მუდმივად გვიწევდა თავის დაცვა და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. სკოლიდან მოყოლებული ძალიან ბევრი უსამართლობის შემსწრევარი. სკოლა მერე იყო სამსახური და გაოცებული ვიყავი ხოლმე ხშირად. სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, მასწავლებლები, პედაგოგის დამოკიდებულება ბავშვების მიმართ ჩვენ დროს ცემა ტყება, ისეთი ჩვეულებრივი მომენტი იყო, რომ აი არავინ არ აპროტესტებდა ამას. ვით უმეტეს, რომ უკვე ვუყურებდით ფილმებს, წიგნებს ვკითხულობდით, ვიცოდით რა იყო ცუდი, რა იყო ადამიანობა, რა იყო არაადამიანობა. და ამიტომ უკვე ვადარებდით ყველაფერს რა ერთმანეთს და სტერეოტიპები, კი არა სტერეოტიპებს დღემდე რო ვებრძვით. ესეც ვფიქრობ უსული გადმონაშთია, საბჭოთა გადმონაშთი სტერეოტიპი.
არც ერთი პოლიტიკური მოვლენაზე არ მახსოვს, რომ გულგრილი ყოფილიყავი, მუდამ ჩართული ვიყავი ამ პოლიტიკურ ამბებში, მუდამ. გავდიოდი გარეთ, საუბრობდით, ეგრევე თანამოაზრეებს ნახულობდი ხოლმე. რაღაცნაირად გული მომეოხებინა მაინც თუ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი, ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ისევ რუსეთი, მართლა უცნაურია, რატომ რუსეთი? როცა გარშემო ასეთი განვითარებული ქვეყნები არიან, ხო, ყველამ დააღწია თავი, ვინც არა დღემდე იბრძვის, რომ დააღწიოს რუსეთისგან თავი. რატო რუსეთი? წარმოუდგენელია დღეს ისევ იმ მტერს ებრძოდა, რომელმაც ჩემი წინაპრები რა დღეს ჩაბარა. გადაასახლა, დახვრიტა, რა ვიცი, ომი იყო, ბრძოლა იყო, არ ვიცი ეს რა არის და გინდოდეს ისევ რუსეთი. ჩვენ ხო გამოვიარეთ მათი სისასტიკეები, რატომ უნდა გინდოდეს მათთან მეგობრობა? უცნაური. ჩემი პირველი გამოსვლა იყო გავრილოვის ღამეს. ყველა გამოვარდა, იცით რა იყო? თავიდან ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა და ეს ხალხი რო წამოვიდა და მე კადრებიც რო ვნახე, როგორ უნდა გავჩერებულიყავი. მიზეზი ისევ რუსეთი. მაგრამ აი შემდეგ უკვე ესე აქტიური რო გამოვედი და აღარ შევსულ ვარ სახლში, ეს იყო 28 ნოემბერი. კობახიძეს რომ მოусმინე 28 ნოემბერს. ერთხელ არა, რამდენჯერმე მოусმინე. აი იმდენად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი რამ იყო. და მირეკავს ჩემი მეგობარი, მე გავდივარ, მეც მოვდივარ და ეს იყო. გავედით. ეს იყო განგაშის ზარი. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება 28 ნოემბრის შემდეგ. მქონდა დღის განმავლობაში მქონდა სამსახური და შემდეგ ყოველ საღამოს ღონისძიებებს ვაფორმებდი ხოლმე მუსიკალურად. 2 დეკემბრამდე რამდენიმე დღე ვისვენებდით სამსახურში. და 2 დეკემბერი ისე მოვიდა და ისეთი მძიმე ღამე გადავიტანეთ, რომ თავიდან საერთოდ ამომივარდა, რომ იმ დღეს სამსახურში უნდა გავსულიყავი, მაგრამ რა მოხდა? გამთენიისას მე ჩემს შვილებთან ერთად დავბრუნდი სახლში, აი ის იყო უნდა ჩამძინებოდა, რომ ზარია. საყვედურის ტონით მეკითხება, რატომ არ ვიყავი სამსახურში. და მე დაუწყე ახსნა, ამიტომ არ ვიყავი. იცით რაო, სამსახური მაინც სამსახურია, რაც არ უნდა მოხდესო. და ესე იგი, აი მახსოვს ის ემოცია, როგორ მომეკიდა ცეცხლი. აი თავზე მეკიდა ცეცხლი. არც მიფიქრი, არ ვიცი როგორ რანაირად აი რა ხმით ამოვიძახე, რომ მე თქვენი თანამშრომელი ვეღარ ვიქნები. და ამით დავამთავრე. როგორ შეიძლებოდა ის დღეები ვინმეს არ ცოდნოდა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი. ჩვეულებრივი ომი იყო, ფიზიკურად ვიბრძოდით იქ. ფიზიკურად ვიბრძოდით. როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭს არ ცოდნოდა. და აი რაც შეეხება საღამოს მუსიკალური გაფორმების სამსახურს, კი არა და სამსახური არ იყო. ძალიან ბევრი შემოთავაზებები მქონდა ხოლმე, მაგრამ იმ საზოგადოებაში ვერანაირად ვერ დაუკრავდი. ბავშვობიდან ვუკრავ. ნუ ეს ჩემი და ვიოლინოს ურთიერთობის ამბავი, ეს ცალკე თემა და დიდი ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ წლები დაშორებულები ვიყავით და ეს ჩვენი შეხვედრის ამბავი ცალკე ისტორია. ცით რა, რომ არა მუსიკა და ვიოლინო, ვფიქრობ ეს ბრძოლა გამიჭირდებოდა. აი მედიკამენტივით არის, აი მოთმინების უნარს გაძლევს, ძალას გაძლევს, აი რამდენჯერ ყოფილვარ გაბრაზებული, მოწყენილიც, მაგრამ მოლოდინი გამარჯვების ერთი წამით არ ნელდება და ვაბრალებ ვიოლინოს. აღდგომა დღეს შარშან წინ 2024-ში ვიფიქრე 12-ის მერე, როცა უკვე
ავღნიშნავთ ყველა ამ აღდგომას, ვიფიქრე სადმე ჩემს მეგობრებთან ერთად დაუკრავდი. და წავიყოლე ვიოლინო. და ისეთი უცნაური იყო, მეც არ ველოდი, იცით, რომ გავედი ამ რუსთაველზე, იცი როგორი ფერი იყო, აი გეგონება დიდ დარბაზში შეხვედი. სანთლები, რაღაცა იდუმალი სიჩუმე და უამრავი ხალხი, უცნაური იყო რა. და ჩემ გოგოს უთხარი, ლელა ეხლა მიაფუნდა დავუკრა. და აი ასე ამოვიღე ინსტრუმენტი და ეს ექსპრომტად დაუკარით ave Maria. არც მეგონა თუ ave Marias დაუკრავდი. იმიტომ რომ ვაპირებდი მერე უკვე, პირიქით სამხიარულო რაღაც თემები მქონდა. და იმ სიტუაციაში აღდგომამდე მომიწია ესე ave Marias დაკვრა. გაკვირვებულები მიყურებდნენ, საიდან ამოვედი. ძალიან უცნაურია, მე მიწევდა ხან ბენდში დაკვრა. და ვუკრავდით სულ აი ეს თავისუფლებაზე. ახლა ეს ადამიანები ჩვენს გვერდით არ არიან. და აი ვფიქრობ, რას ვუმღეროდით, რა ემოცია იყო, რომ დემღერებოდა. ძალიან ცოტა ადამიანი გამოვყავ წინა ცხოვრებას ვეძახი რა, წინა ცხოვრებიდან, ძალიან ცოტა. რუსთაველზე დაკვრა რომ დავიწყე, შეიძლება იფიქროს ზოგმა რომ ეს დეკორია რა, მუსიკა, არანაირად, ძალიან უცნაური რამეა. როდესაც დუმილს გიკანონებენ, აი იქ არის მუსიკის დრო და მუსიკის ადგილი. იცით როგორია? სიტყვა შეიძლება დაამახინჯო, რაღაც მანიპულაციები ჩაატარო და მუსიკაში ეს ვერ ხდება. ძალიან უწრფელია. როდესაც მუსიკა გესმის და არ უსმენ, ის მაინც გესმინება და აქვს გავლენა. ისე რომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მუსიკოსი უნდა გამოვიდეს გარეთ. ზამთარი მიშლიდა ხელს. ძალიან მიშლიდა ხელს. და ახლა გაზაფხული, როგორც კი კაი ამინდები გამოჩნდება ხოლმე. გავვივარ და ახლა დავიწყე ქუჩაში დაკვრა. ეს არის ხმა თავისუფლებისთვის, ჩემი ბანერიც გავაკეთე და დავდივარ და ვუკრავ ჰიმნებს და აი საპროტესტო თემებს. არ შემხვედრია ადამიანი, რომ რაღაცა ისე შემოეხედა, რა რას უკრავ ამ დროს იქ ბანერიც მაქვს, ჰიმნებს უკრავ, საპროტესტო თემებს უკრავ და აშკარად მეტყობა, რომ პროტესტანტი ვარ, აკაცუკი ვარ მეტყობა. არა, მსგავსი არ შემხვედრია ჯერჯერობით. ჩვენ რომ ფიზიკურად ვიბრძოდით დეკემბერში, ისეთი თანაგრძნობის და ისეთი ადამიანური მომენტების შემსწრე გავხდი, წარმოიდგინეთ, სუნთქვა გიჭირს, სუნთქვა გაჭირვებული, თვალებიდან ცრემლი გდის და მოწამლული ამ გაზით და რო ვაფარებდით გვერდზე ქუჩებს, თავს აი როგორც კი ოდნავ ფეხს შეანელებდი, ხან ერთი ამოგიდგებოდა გვერდით, ხან მეორე, რა გინდა რამე ხომ არ ჭირდება, ეს ხომ არ გინდა, ეს ხომ არ გინდა, ხა სახოც ხომ არ გინდა. აი საოცრება იყო ესეთი თანადგომა, აი რომ ახსენდება და აი აქედან გამომდინარე ისიც ვფიქრობ, რომ წარმოუდგენელია არ გჯეროდეს გამარჯვების. აი წარმოუდგენელია, როდესაც გარშემო აი ესეთი გმირი თანამებრძოლების გვერდით იბრძვი.
აი რატომ დგავარ ჩემი წინაპრების, ჩემი ბებია-ბაბუების, ჩემი მშობლების და ჩვენი შვილების და ალბათ შვილთაშვილების მომავლის გამო. მე ვფიქრობ, რომ რუსეთი დასრულდება საქართველოში, აუცილებლად. ვიბრძვი სამართლიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპულობისთვის, თავისუფლებისთვის. მე მჯერა რომ გავიმარჯვებთ. ადამიანი ცulis დროების ადამიანი